ხდება ის, რასაც მე დიდი ხანია ვამბობდი. ეს წირკვლიანი სასარგებლო იდიოტები ერთნაბიჯში არიან სუიციდამდე. ზოგი ტირის, ზოგი კივის, ზოგს კალამს ვერ აგდებინებენ ხელიდან. ზოგიც ბოღმას დაზისხზანთხევს და თვითლიკვიდაციის პროგრამა აქვს ჩართული. განა არ მეწოდებიან? ვაფრთხილებდით, ელემენტარულად წიგნის გადაშლას ვთხოვდით. მაგრამ არა. თუ ვინმეს გგონიათ, რომ ამ ამორფულ ბრძოლზე იყოს სწორება, ძალიან ცდებით. იმ ცენტრიდან, საიდანაც ისინი იმართებიან, ყველაფერი წუთობრივად ჰქონდათ გათვლილი. შტურმი, შევარდნა ადმინისტრაციულ შენობაში, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის სიტყვა, მინისტრთა კაბინეტის გამოცხადება და ასე შემდეგ. რა მოხდა რეალურად? სუსმა იმუშავა დასწრებაზე. ეს ძალიან ცნობილი მეთოდია არეულობების მოწყობის პრევენციისთვის. აბსოლუტური სიზუსტით იყო გათვლილი მანძილი ხობიდან სასახლემდე და დიდი სიურპრიზი. სად დაუშვა შეცდომა პაატამ, რომ არ დაეშვა ეს უფრო გასაკვირი იქნებოდა. მან შეგნებულად თუ შეუგნებლად ხაზი გაუსვა სიურპრიზს. გასაგები იყო, რომ მან აფეთქებას ამზადებდნენ ან შევარდნას, ოღონდ არა პარლამენტში. ახლა გავითვალისწინოთ პაატას ფსიქოტიპი. მე ვთხოვ 2010-2011 წლის სტუდენტებს გაიხსენონ ჩემი ლექციები, სადაც მე სამომავლოდ ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატად პაატა ბურჭულაძეს ვასახელებდი. რატომ? მარტივია. სწრაფვა მაღალი პათოსისკენ, სცენის მიღმა დარჩენა, ვერცხლთმოყვარეობა, ზღვარგადასული ქედმაღლობა და გარღვევა ინტელექტში. სულ ესაა. მაგრამ ვინმეს ხმარ ჰგონია ეს კომიკური, უსქესო ფიგურები, სავანელ ბუღაძეებიდან დაწყებული, კაცის ფეხსაცმელებიანი, სანიტარულ ნორმებს მიღმამყოფი, ეგრეთ წოდებული მდედრები და ტორტის თავზე ალუბალიბანი დარჩებოდნენ რომელიმე სამთავრობო ვერტიკალში. მთავრობაში მოსასვლელად ემზადებოდნენ ჭრდილში მყოფი და ციხეებს შეფარებული ჯალათები, რომლებსაც ხელები ეფხანებოდათ ხუნტის მოსაწყობად. სიმართლის მხარეს მყოფები ყველა უმალ დახვედრილები ვიქნებოდით. არ ვამატებ, დანარჩენს კი დაამონებდნენ და გააფარჩაკებდნენ. აი, ამიტომ არის მათი მოbrunება ეგზისტენციალური საფრთხე. აი, ამიტომ არ გვეძინა დღე და ღამე, რომ თავიდან აგვეცილებინა სასტიკი სისხლის ზღვა. ახლა 2028 წლამდე არის საკმარისი დრო, რომ გაჩნდეს ადეკვატური, სამშობლოს მოყვარული ოპოზიცია, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ოცნებას ბალანსისთვის. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ნაცების და მათი სატელიტების ჩამოშორება პოლიტიკური ველიდან, რომ არასოდეს არავინ არ გაბედოს მსგავსი აღვირახსნილობა. წერს ლალი მოროშკინა.